Თეონაჭარიძე გვერდება ახლა პოლიტიკოსი, რომელიც დღეს დაკრძალვაზე იყო და სწორედ მისგან მინდა რომ თქვენც შეიტყოთ ის გადმოგდოთ ის ემოცია, რომელიც ადგილზე ჩასულებმა იგრძნეს და მიიღეს კიდევ ერთხელ ჩვენ სამწუხაროდ ხშირად გვავიწყდება რომ ეს ქვეყანა ოკუპირებულია, მისი 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, რომ არის მცოცავი ოკუპაცია, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თანამოქალაქეებს უჭირთ სწორედ მავთულხლართებთან ამ ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზებთან, აი დღეს რა ვითარება იყო იქ? მოგესალმებით ნინო, დღესაც ძალიან ტრაგიკული ვითარება იყო, ჩვენ მოქალაქეები ჩავედით იქ იმისთვის, რომ ნამდვილად ჩვენი თანამედროვე საქართველოს ისტორიის გმირებს დათაპაპას მეუღლისთვის მიგვეგო პატივი, მათი ხსოვნისთვის გვეცა პატივი და ჩვენ ვიცოდით, რომ რა თქმა უნდა არ მოგვეცემოდა საშუალება იმისა, რომ მავთულხლართებს მიღმა უშუალოდ პროცესიაში მიგვეღო მონაწილეობა. თუმცა ჩვენ და გასაკვირად მავთულხლართებამდეც კი ვერ მივედით და საათნახევარი ჩვენ სრულ გაურკვევლობაში ვიყავით ხურვალეთში დასაწყისში მდებარე საგუშაგოსთან, სადაც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ განთავსებული, პოლიციელები და კიდევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ჩვენი ვარაუდით. მათ ჩამოგვართვეს პირადობები, პასპორტები, შეამოწმეს მანქანები, გადაიღეს ფოტოები, გადაიღეს ვიდეოები, აი ესე ინდივიდუალურად დაგვიარეს და მიუხედავად ასეთი გადამოწმებებისა, მაინც ხელოვნური ბარიერები შეგვიქმნეს და ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ დროულად ზუსტად 2 საათამდე, როდესაც გასვენება იყო დაგეგმილი, გამოსვენება მაშინ მივსულიყავით. რა დრო დასჭირდათ ამისთვის დაახლოებით? თუნდაც მავთულხლართს აქედან გვედევნებინა თვალი ამ სამგლოვიარო პროცესისთვის. როგორც გითხარით, საათნახევარი გაგრძელდა ეს ყველაფერი და ეს იყო სრული არაპროფესიონალიზმი, ძალიან ასე ვთქვათ, უგუნური ქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რა იყო მათი მიზანი, ცოტათი უცნობი, თუმცა ჩემი ვარაუდი არის ის, რომ მათ სურდათ, რომ რაღაცნაირად ჩვენ არ მივსულიყავით დროულად და აი ეს გმირი ქალბატონის მიმართ თითქოს არ გამოხატულიყო დემონსტრაციულად ყურადღება და სოლიდარობა მოქალაქეების მხრიდან, რომ თითქოს ეს უმნიშვნელო ადამიანები იყვნენ, თითქოს ეს ადამიანები არადა ისინი თავიანთი კერა არ გააცივეს, თავიანთი სახლკარი არ დატოვეს, თავიანთი მიწაწყალი არ დატოვეს და უპატრონეს ბოლომდე და ქალბატონმა ვალიამ შეასრულა თავისი მეუღლის დათავანიშვილის სიტყვები, რომ სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვან, ქართველები დაგეხმარებიანო და მართლაც ამ გმირმა მეუღლემ შეასრულა მისი მეუღლის ანდერძი და სიცოცხლის ბოლო წუთამდე სახლი არ დატოვა. ამ ადამიანებს ჩვენ ალბათ შვილებს უნდა მოვუყვეთ, შვილიშვილებს უნდა მოვუყვეთ მათი ისტორია, მათი საქციელის შესახებ და სამაგალითო უნდა იყვნენ ეს ადამიანები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ეს ხელოვნური ბარიერების შექმნა კი სხვა არაფერია თუ არა ამ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოების ჩაქრობის და გაუბრალოების მცდელობა, რაც რა თქმა უნდა მათ არ გამოუვათ და არ გამოუვიდათ არც დღეს. ჩვენ სიმბოლურად მაინც მოვახერხეთ ჩასვლა, ძალიან ემოციური იყო, ძალიან სევდიანი, ტრაგიკული, ყვავილები მავთულხლართებზე განთავსდა, საქართველოს დროშა, ევროკავშირის დროშა მავთულხლართებზე გადავკიდეთ სიმბოლურად, შესრულდა საქართველოს ჰიმნი, იყო სიტყვით გამოსვლა, შესანიშნავი სიტყვა თქვა გიორგი სავანელმა და აი ესე ვეცადეთ, რომ გამოგვეხატა ჩვენი სამძიმარი და სოლიდარობა. ქართულ ხალხს ვერ გადააჩვენეს სოლიდარობას სამძიმარს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალიან კარგად უნდა სცოდოდა, რომ დაკრძალვა
დაკრძალვაზე ქართველი ადამიანი ყოველთვის გამოხატავს ამ სოლიდარობას და ჭირში ქართველიერი ერთიანდება და ასეთ დროს როგორ შეიძლებოდა რომ მათ ჩვენთვის აი ესეთი ხელოვნური ბარიერი შეექმნათ და თითქოს მზად არ ყოფილიყვნენ იმისთვის რომ ვინმე ჩავიდოდა დაკრძალვაზე. ეს იყო მკვდარი, ასე ვთქვათ, თითქოს გამოწოვილი მიზეზი, რომ თითქოს ჩვენ წინასწარ რატომ არ გავაფრთხილეთ სათანადოდ და ასე შემდეგ. სინამდვილეში საჯაროდაც გაცხადებული გქონდა, რომ ჩასვლას ვაპირებდით. გარდა ამისა, სატელეფონო საუბარით შედგა გორელი აქტივისტის მხრიდან, რომელმაც ასევე გააფრთხილა თეონე ფანქელაშვილმა შესაბამისი წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ადგილზე იყო ეს დაბრკოლებები. ცხელი ხაზი პასუხობს არაადეკვატურად გამისამართებს ანალიტიკის დეპარტამენტთან, იქ ამ ნომერს არავინ არ პასუხობს, მერე გიწევს პრესსამსახურს ურეკო, აი პრესსამსახურთან რა შეხება უნდა გქონოდა ჩვენ საერთოდ, ხო? როგორ შეიძლება რომ სუსი იყოს აი ესეთი არამობილიზებული. საერთოდაც აქ დღეს ჩვენ უნდა გვენახა მთელი სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც გამოხატავდნენ თავიანთ საბძივარს და დააფასებდნენ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს მიწა-წყალს უპატრონეს და საოკუპაციო ხაზს მიღმა როგორ გაჭირვებაში, როგორ უპირობობაში არსებობდნენ სიცოცხლის ბოლო წვეთამდე, მართლაც რომ იტყვიან და კაცმარიცი შეიძლება სხვაგან რომ ყოფილიყვნენ, უფრო ხანგრძლივადაც ეცხოვრათ სხვა პირობებში ამ ადამიანებს. სულ მეფიქრება იმაზე, ალბათ რა გარემოებებში იყო ის მარტო. ბოლო წუთებში ხო? მარტო იყო. კი, მარტო იყო. ჩვენ ეს ალბათ იქნებოდა ძალიან ესეთი მძიმე ოჯახისთვისაც, შვილებისთვისაც. მართლაც შეეძლოთ აქეთ ყოფილიყო შვილებთან, შვილები ყავთ. აქეთ მხარეს ამ მავთუხლართის აქეთ. ეხლა თქვენ ახსენეთ რომ წესითო იქ უნდა ყოფილიყვნენ ხო? ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ აი მე თუ არ მღალატობს ჩემი მეხსიერება, ვახოთ იყო იმ ბრიფინგზე, სულ პირველ ბრიფინგზე, როდესაც პრემიერ-მინისტრის რანგში ივანიშვილმა შეგვკრიბა ტელეწამყვანები, სადაც გადაწყვიტა რომ ჩვენთვის ლექცია წაეკითხა ჟურნალისტიკის შესახებ. იქ დავუსვით ჩვენ მას კითხვა, რატომ არ ჩადიოდნენ საოკუპაციო ხაზზე მაღალი თანამდებობის პირები ახალმოსულ ოცნებას და მაშინ იყო ეს გაოცების საგანი მისი მხრიდან. მოგვიანებით გაიოცა ეს კობახიძემაც, ნეტავ რამდენი მაღალჩინოსანია ნამყოფი საერთოდ აი ამ სივრცეში, რომ დავთვალოთ ალბათ გაცილებით ნაკლები იქნება ვიდრე უცხოელი მაღალჩინოსნები. კი, ნამდვილად ყველა იქ მიდის, ვინც ჩამოდიოდა, ხა ვიღა ჩამოდის, მაგრამ ვინც ჩამოდიოდა დასავლელი მაღალჩინოსანი, მაღალი თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი პირველად მიდიოდა, მათ შორის იყო ზელენსკიც, ხომ გვახსოვს ჩვენ მან მოიარა ეს სივრცეები, ხომ? ყველა იქ ნამყოფი, გარდა საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა, ხელისუფლების როცა იყო არჩეული ხელისუფლება და ახლა როცა არის ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ხელისუფლება. მართლაც დღეს აღმოჩნდა რომ თქვენ კი ამბობთ რომ ესეთი ქაოტური იყო, მაგრამ ალბათ შეგნებულად ქაოტური იყო, პირიქით კარგად ორგანიზებული იყო ხელშეშლის პროცესი, ხო? რა თქმა უნდა, სწორედ ასე ვაფასებთ ნამდვილად ნინო ამ დახვედრას, რაც მოულოდნელი იყო და კიდევ უფრო მეტად შეურაცხმყოფელი შეიძლება ითქვას. თავმოყარი ხელისუფალი, რა თქმა უნდა, აქ უნდა ყოფილიყო დღეს და ზოგადად ჩვენ სამწუხაროდ ნაკლებად ვგრძნობთ ხოლმე, რას განიცდიან ადამიანები საოკუპაციო ხაზთან, როგორ ვითარებაში ცხოვრობენ ისინი, რა შიშები აქვთ, რა განცდები აქვთ, რა უჭირთ, რა ულხინთ და როგორც წესი უფრო მეტად გასაჭირები არის ხოლმე მათ ცხოვრებაში ყოველდღიურობა და ამისი განცდა გვიჭირს საზოგადოებას ზოგადად. იქ ადგილზე როდესაც ჩადიხარ, კიდევ უფრო მეტად გრძნობ იმ ყველაფერს, რასთან უწევთ შეჯახება ამ ადამიანებს ყოველდღიურად და მით უმეტეს, როცა დისტანცირებული ხარ ამ პროცესისგან და ამ სიტუაციისგან და არ გადარდებს საოკუპაციო ხაზთან ცხოვრები ადამიანების ბედი, დევნილების ბედი, რა თქმა უნდა, ვერც გაიგებ ამ ყველაფერს. პირიქით, იმ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს და იქ ამაგრებს ჩვენს
ჩვენს ქვეყანას იმათ ჭირდებათ დაფასება, ხელშეწყობა, გაათმაგებული ზრუნვა, სანაცვლოდ კი რას იღებენ სრულ გულგრილობას და იძულებულები ხდებიან რომ აი ამ უკიდურეს გაჭიროებაში იარსებონ იქ გაუძლოდა და მოვუხადოთ იქით მყოფებს ეს უთხრა მათ ბოლო არჩევნებისას ივანიშვილმა ხომ ბოდიშისთვის მოემზადეთო პირიქით ამ დაჩაგრულ ხალხს კიდევ ეს უთხრა ივანიშვილმა ნაცვლად მხარდაჭერისა მადლობა ემოციების გაზიარებისთვის აქვს მინოდა კიდევ მინდოდა მეთქვა რომ დღეს დევნილის შემწეობა არის 45 ლარი შალვა პაპაშვილის ხელფასი არის 16000 ლარი 100 ჯერ მეტი კი არა 355 ჯერ მეტი არის პაპაშვილის ხელფასი და ზოგადად პარლამენტარების ხელფასები დევნილის შემწეობაზე. ეს არის სამარცხვინო რეალობა და დევნილ მოქალაქეს არ უნდა უწევდეს სიცოცხლის ზიანის მიყენება ზამირკვაკას კვირმა თავი დაიწვა იმ ძიმე ყოფის გამო მოგეხსენება თქვენ რომელიც უკავშირდებოდა მის და მისი ოჯახის ყოფას და ყოველდღიურობას და დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე რომ არ აქვს ბინა თავშესაფარი სახლი რომ არ გააჩნია ეს არის უთავმოყრაო ხელისუფლის ბრალი და პრიორიტეტი უნდა იყოს აუცილებლად დევნილების მდგომარეობის გაუმჯობესება ეს ადამიანები იმსახურებენ პატივისცემას ეს ადამიანები იმსახურებენ ზრუნვას ისინი არიან ჩვენი საპატივცემულო მოქალაქეები და მე ქეთს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე იმიტომ რომ მათ რაც გამოიარეს წერსაც რო არ უნდა უსურვო მართლაც ისეთი დღეები და წლები აქვთ მათ გამოვლილი და ამას ვერავინ ვეღარ უბრუნებს და ის მცირედი და ის მინიმუმი რაც უნდა კეთდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან ის მაინც უნდა კეთდებოდეს აუცილებლად